Dari შემოაღეს სკოლის კარი შემოუზდით მერხებს ყველაც გრიალ და ცოდნის არის მერხზე დამხვდა დედა ენა ყველასათვის აპიცარი აი თათი აი ჩემი საკითხავი გამარჯობა ჩემო საყვარლებო დღეს კიდევ წერაში ვივარჯიშოთ ჩამოუსვათ ხაზები, შემდეგ დავხაზოთ ოთხკუთხედები. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება საწერკალამი, ეგრეთ წოდებული პასტა და მოდით ჩემთან ერთად დავიწყოთ. წინა გაკვეთილზე მე თქვენ გითხარით უფრო სწორედ, თქვენ მშობლებს ვუთხარი რომ თავიდან შეგვიძლია ესე წერტილები დავსვათ. უჯრის, აი ნახეთ, უჯრის ზედა ნაწილში ხაზის თავზე. მეორე მის მოპირდაპირედ. შემდეგ ესენი შევაერთოთ. როცა უკვე კარგად მივეჩვევით, ეს საჭირო აღარ იქნება. პირდაპირ დავიწყებთ. ჩამოხაზოს და გავოთ ბოლოში. აი ასე. და გავიდეთ რვეულის ბოლომდე. გავიდეთ. შემდეგ თუ არ დავიღალეთ, ან შეგვიძლია შევისვენოთ და მეორე ხაზი გავაღვიოთ. აი ასე. ამის შემდეგ გავავლოთ დაწოლილი ხაზები. ნახეთ? ჰორიზონტალური. ჩვენ ხო წეღან ასე ჩამოვუსვით ზემოდან ქვემოთ. ახლა ნახეთ, აი ასე. მარცხნიდან მარჯვნივ. ერთი ხაზი გამოვტოვოთ, შემდეგ მეორე მარცხნიდან მარჯვნივ. ერთი ხაზი გამოვტოვოთ, შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ. გავწიოთ აბა სუფთა დაფა ავიღოთ და აი ასე ვაკეთებ. ნახეთ? გავუსვათ ერთ უჯრაზე. მეორეს ადგილს ცარიელს ტოვებ, რომ ცალ-ცალკე კარგად ჩამდეს ეს ხაზები. თორე თუ იქვე დავიწყებთ, ნახეთ როგორ გამოვა. და რა თქმა უნდა არ არის ლამაზი, ხო? მართალია, ხომ მეთანხმებით. აი ასე. ამაზე ვივარჯიშოთ. შემდეგ უკვე შეგვიძლია, როდესაც ამ ხაზების გავლებას კარგად ვისწავლით, შევკრათ ოთხკუთხედი, ნახეთ? აი ასე. რვეულის ხაზებს გავკვებით. აი ნახეთ, ზემოდან ქვემოთ, მერე მარჯვნივ, ხელს არ ავიღებთ. მერე ზევით ავდივართ და შევაერთებთ. ზოგ შეიძლება თავიდანვე კარგად გამოუვიდეს. ზოგმა შეიძლება ვერ გააკეთოს ლამაზად. სანერვიულო არაფერია, ვარჯიშის შედეგად ყველაფერს მივაღწევთ. თავარია ჩვენ ვივარჯიშოთ და გული არ გავიტეხოთ, ხო, ჩემო საყვარელო ბავშვებო? აი ასე. ნახეთ, ჩემი სხვადასხვანაირია. მე მაგალითად აი პირველი უფრო ყველაზე ძალიან მომწონს. თქვენ რა სიტყვით? აი აქედან რომელი მოგწონთ? მოდით აბა ერთხელ კიდევ ვცდი. აბა გავყვები, ვცდილობ რომ ხაზს არ ავაცილო და გავყვე ზუსტად. აი ამასაც გონებ არაუშავს, ხო? აბა ერთხელ კიდევ ეცადო. გავყვებით ასე. შემდეგ გავუყვებით ზევით და შემდეგ აი აქ შევაერთებ თავს. მე მინდა ეხლა თქვენ აქედან ეს ოთხკუთხედები დავთვალოთ ჩემ მიერ დაწერილი. 1 2 3 4 5 6
6 გამომივიდა, ხო? თქვენ ცოტა მეტი გამოგივათ. რვეულის ბოლომდე გახვალთ. დაიწყებთ, ნახეთ, თავში, რვეულის თავში, ერთი ან თუნდაც ორი უჯრა დატოვეთ სარიელი და მესამედან დაიწყეთ. უფრო ლამაზი რო გამოვიდეს უბრალოდ. რვეულს ბოლოში აქვს წითელი ხაზი ჩამოსმული, აი აქ წითელი ხაზი აქვს ჩამოსმული. აი ასეთი წითელი ხაზი აქვს ჩამოსმული რვეულში, ასეთი ხაზია და ამას ვეძახით მინდორს. მინდორზე არ გადავდივართ. ვიწყებთ რვეულის თავში და გავდივართ ბოლოში. წინ ერთ ან ორ უჯრას თავისუფალ სარიელს ვტოვებთ, რომ უფრო ლამაზი გამოვიდეს ნაწერი. ყველაფერი გასაგებია, ხო? რაც გავაკეთეთ ახლა ჩვენ. დავხაზეთ ხაზები, ვერტიკალური, მერე ჰორიზონტალური, რო გავივარდიშეთ კარგად, მერე გავაკეთეთ ასეთი ოთხკუთხედები. ჩემი აზრით, რამდენიმე კვადრატი აქედან შედარებით უფრო ლამაზია. თქვენ რომელი მოგეწონათ აქედან? პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე თუ მეექვსე? თუ შეძლებთ დედიკოს დახმარებით, დამიწერე კომენტარში. აქედან რომელი მოგეწონათ? მე პირველი მომეწონა და კიდევ სხვაც. მაგრამ მინდა რომ შენ ამოარჩიო, ყველაზე ლამაზია. შენ რომ დააწერ რვეულში, რომელიც მოგეწონება, ის კვადრატი გაფერადე. აი ნახე, მე ეს რომ მომეწონა, ჩემი მოწონებული კვადრატებიდან, ოთხკუთხედებიდან ერთ-ერთი ეს არის და ამიტომ აი ასე გავაფერადებ. აი ასე. ფერი თქვენი სურვილის მიხედვით არ არის აუცილებელი რა ფერებსაც მე ვხმარო, ის ფერი გამოვიყენოთ. აი ასე გააფერადეთ თქვენ მიერ მოწონებული, თქვენივე დახაზული ოთხკუთხედები. აბა, მომავალ შეხვედრამდე. Dari, 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 შემოაღეს